ისლამისტური ომი ძაღლებზე გრძელდება და თუ თქვენ არ გაღელვებთ თქვენი შვილები და არ გაღელვებთ თქვენი თემის ქალები, იქნებ მაინც გაღელვებთ თქვენი ძაღლები, რადგან ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ძაღლები აღარ იყოს ნორმალური და მისაღები დასავლურ საზოგადოებაში, რადგან ისლამის მიხედვით მათთან პრობლემა, ისინი ითვლებიან ჰარამად. შეხედეთ ამ ნიშნულს. გთხოვთ, გამოიჩინოთ თავაზიანობა თქვენი მუსლიმი მეზობლების მიმართ. ამ ტერიტორიაზე ბევრი მუსლიმი ცხოვრობს და ძაღლები ისლამში ითვლება ბინძურად. გთხოვთ, ყავდეთ თქვენი ძაღლები საბელზე და მოშორებით ამ თემში მცხოვრები მუსლიმებისგან. ეხლა სამწუხაროდ, ისინი მხოლოდ თავაზიანობას არ ითხოვენ ძაღლებთან დაკავშირებით. ისინი აქტიურად უპირისპირდებიან ადამიანებს, რომლებსაც ძაღლები ჰყავთ. ანუ ნახეთ ეს. არ მაინტერესებს. კარგი, გთხოვთ, გეკითხათ. უპასუხოთ. არ მაინტერესებს. ძაღლს ეხლა სამოკრა. მას ვეძახი, წაეტრია. წაიყვან. შვილს აიყვან. ფეხი გადაუსვით. სახეს. ხო, ვიცი. შენს ძაღლს წიხლი კარი და 10 ჯერ უთხარი, წაეტრიე. კარგი, მე ამბობ ბრიტანული ტრანსპორტი გქონდა. ასე რომ უნდა წახვიდე. ეს კარგია. ანუ ვფიქრობ ეს საკმაოდ კარგადად ხსნის მათ პოზიციას ამ საკითხზე. და თუ ნამდვილად გაინტერესებს ნამდვილი პოზიცია, მოусმინე ამას. იცოდი, რომ თუ სახლში ძაღლები ყავს და ამისთვის არ გაქვს სერიოზული მიზეზი, ყოველდღიურად დიდ ჯილდოებს კარგავ და ანგელოზებიც შორს რჩებიან შენი სახლიდან. ანგელოზები არ იქნებიან შენ სახლში თუ საყვარელი პატარა ძაღლი ყავს შინაურ ცხოველად. წინასწარმეტყველი მუჰამედი სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამ გვაფრთხილებს ამის შესახებ სანძანდო ჰადისში და ამბობს: ვისაც ძაღლი ჰყავს, გარდა მწყემსობის, ნადირობის ან მიწათმოქმედების მიზნით, მას ყოველდღიურად 2 ქირათი კეთილი საქმეები დააკლდება. და ნათქვამია, რომ ქირათი უდრის უზარმაზარ მთას. ასე რომ თუ 2 ქირათს კარგავ, ეს ნიშნავს, რომ ყოველ დღე 2 მთას კარგავ. უნდა ვთქვა, ვფიქრობ, ამ კაცმა ძალიან გადააჭარბა იმ კეთილი საქმეების რაოდენობას, რასაც ეს ისლამისტები აკეთებენ, რომ მათგან ყოველ დღე 2 მთის ოდენობის კეთილი საქმეები წაართვან. ჩემი აზრით ეს ძალიან გადაჭარბებულია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს კაცი ზოგადად არც მათემატიკაში იყო ძლიერი და არც სხვა რამეში. ამ პოლიტიკურ მოძრაობაში ინტელექტუალური პატიოსნება და თანმიმდევრულობა დიდად არ ჩანს, მაგრამ ეს სხვა დროისთვის დასასმელი საკითხია. და კიდევ უფრო უარესია. წინასწარმეტყველმა მუჰამედმა კიდევ უფრო გაუარესდა. ეხლა ვიცით, რატო არ ხავს დასავლურ საზოგადოებას ანგელოზები. ეს ჩვენი ძაღლების გამოა, მეგობრებო. რა საყვარლები არიან, თბილი ძაღლები. ისინი არიან მიზეზი, რატომაც ანგელოზები ჩვენთან არ მოდიან. წარმოიდგინეთ თქვენი სახლი, სადაც ლოცულობთ, დუას ამბობთ და კურთხევას ითხოვთ. ანგელოზები კი ძაღლის გამო შორს რჩებიან. ისლამი ასწავლის, რომ როგორც ჩანს, ეს ანგელოზები ცოტა ვერ არიან. მგონია, რომ მათ პრიორიტეტების გადახედვა სჭირდებათ არასაყვარლებო. უნდა ვიყოთ კეთილები ცხოველების მიმართ, მაგრამ ასევე უნდა მივყვეთ მითითებებს. ასე რომ თუ თქვენ ან თქვენს ნაცნობს ყავს ძაღლი უმიზეზოდ, ორჯერ დაფიქრდით. დიახ, ნამდვილად უნდა დაფიქრდეთ, რადგან იცით ეს პოლიტიკური მოძრაობაა, რომელიც ცდილობს შეგაშინოთ და შიში შეგიქმნათ. და ნახეთ, ისინი მართლა ასე ფიქრობენ. მაგრამ აი რა არის მთავარი? ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც აქვთ რელიგიური რწმენა, ფიქრობენ, რომ ეს რწმენა პირადში უნდა დარჩეს. თქვენ არ უნდა ყავდეთ ძაღლი. პრობლემა ისაა, რომ ისინი ერჩიან ადამიანებს, რომლებსაც ყავთ ძაღლები, რადგან მათ ეს ნამდვილად აწუხებთ. და ნუ შეგეშინდებათ, დასავლელები ახლა ამას იყენებენ იმისთვის, რომ გაამასხარაონ ისლამისტები, რომლებიც ძაღლების ეშინიათ. მაგრამ ამაზე ახლა მივალთ. მოусმინეთ ამას. თუმცა, როცა ის მებრძოლები თავიანთი ძაღლებით შემოვიდნენ, ეს იყო აქტიური პროვოკაცია. ასე რომ, რასაც ეხლა ვამბობთ, თუ ეს ძაღლები კიდევ ერთხელ მოგვიახლოვდებიან, ამას აგრესიად მივიჩნევ და იმ ძაღლებს მოვკლავთ. მათ დავაძინებთ. რა მშვენიერია. ნუ თუ ეს ადამიანები ესეთი კარგები არიან. მაგრამ ნახეთ, პრობლემა აქ მხოლოდ ის არ არის, რომ ისინი ძაღლებს ზულთ, რაც უკვე ყველაფერს გეუბნებათ მათ შესახებ, რადგან ჯანმრთელ ნორმალურ მშვენიერ ადამიანებს ძაღლები არ სულთ. ისინი პირდაპირ ებრძვიან ადამიანებს, რომლებსაც ძაღლები ყავთ, როგორც მათი შეჭრის ტაქტიკის ნაწილი. და ეს მათ არაკომფორტულად აბრძნობინებს თავს, ამიტომ არავის უნდა ყავდეს ძაღლი. და ნახეთ, როგორ უჭერენ მხარს ამას ეს პოლიციელები, ეს სამართლმინო პოლიციელები. მიყევით. თუ თქვენ არ იცით ეს ისტორია, რომელიც ძალიან ფართოდ გავრცელდა, ეს ქალი თავის ძაღლს ასე ირნებდა პრო-ისლამურ, ალბათ პრო-პალესტინურ აქციასთან ახლოს. და პოლიცია აიძულებდა მას წასვლას, რადგან ეშინოდა, რომ შეიძლება რამე მოსლოდა, რადგან ის ძაღლს ასე ირნებდა. და ის ამბობს, ეს ჩემი საქმეა, მე მინდა ჩემი ძაღლი გავასეირნო. რა, უბრალოდ გირეკავ, რომ გითხრა არ მინდა რომ აქტიურად მოიხსენიო. It's a control tactic, so you can't say or do anything. Absolutely. What do you mean, Lou? What? How pathetic are you? From the British, we love you. Shall we not go in that way? ბიჭებო, თქვენ ორნი გთხოვთ. თქვენ ორნი, ახლავე. მას ნაცისტს ეძახიან და ის ზარმაცია. ეხლა პოლიცია დააკავეს. კიდევ ერთი მოხუცი კაცი. შენ არაფერ შუაში ხარ ნაცისტობასთან. შენ გავს.
ჩვენ უბრალოდ არ გვინდა რომ შენი იქ ცხოვრებისთვის გადავიხადოთ. ძაღლმა იცის. ნუ ყოველთვის შოკირებული ვარ ამ ვიდეოთი, უკვე ბევრჯერ ნახე და მაინც მუდმივად შოქში ვარდები, ხო ასეა. შეხედეთ ამას, ეს კაცი უბრალოდ თავის ძაღლს ასე ირნებდა. Oh, shaky boy, fuck the bro. Cuba nu, pa! Hey, მე ისე ვაკველოდები OA-ში, ჯო. რა ხდება? ჰა, ისინი პირდაპირ ავიწროებენ მოხუც კაცს, რომელიც თავის ძაღლს ასე ირნებს. თუ ეს გასაგები არ არის. გინდა? მაგრამ ნუ გეშინია, რადგან დასავლეთი ჩუმად არ დანებდება და თავის საყვარელ ძაღლებს არ დათმობს. ნახე ეს კარგი? ეს არის ტროლინგის ახალი ფორმა, როდესაც კაცი გადაწყვეტს თავის ძაღლთან ერთად ისლამისტურ უბნებში გაიაროს, უბრალოდ იმის სანახავად, როგორ რეაგირებენ ადამიანები. მიყვარხარ. ეხლა მე არ ვარ იმისთვის, რომ დიდი ძაღლები ვასეირნო და ბავშვები ან ქალები შევაშინო. არ ვფიქრობ, რომ ეს კარგის აქციელია. ამ ვიდეოების აზრი, რომლებიც ძალიან გავრცელდა, ისაა, რომ ეს ადამიანები ცდილობენ დაამტკიცონ, რამდენი ისლამისტია კონკრეტულ ტერიტორიაზე, მაგრამ ასევე შეახსენონ ხალხს, რომ ისინი ჩუმად არ დანებდებიან. მაგალითად, თუ გინდათ ჩვენი ძაღლები მოიშოროთ, ეს არ გამოვა. და ეს თითქოს დომინირების საპირისპირო ნიშანია. გინდათ რომ ჩვენს ქუჩებში ილოცოთ და გითხრათ რომ ძაღლების ყოლა არ შეიძლება და ჩვენი ძაღლები შევაჩეროთ, მაგრამ ჩვენ მაინც გავაგზავნებთ მათთან ერთად სიარულს და არ შევჩერდებთ. ამინ. მოდი. მიესალმე, შალომი უთხარი. გისურვებ კარგს. შუტ, კი. ძაღლები მიყვარს, უბრალოდ მიყვარს ისინი, ძალიან საყვარლები არიან. ისინი ძალიან თბილები, საყვარლები და საოცრები არიან. და ყოველთვის გულსატკენია იმის გახსენება, რომ მათ უბრალოდ ცუდად ექცევიან. როგორც ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, თუ არ ზრუნავთ თქვენს შვილებზე და ქალებზე, იქნებ მაინც ზრუნავდეთ თქვენს ძაღლებზე, რადგან ძაღლების ომი ახლა იწყება. ისლამისტებს არ აქვთ განზრახვა, რომ ადამიანებს ძაღლები ჰყავდეთ. მაგრამ დასავლელებსაც არ აქვთ განზრახვა, რომ ვინმე მათ ძაღლები წაართვას. ასე რომ ვნახოთ რა მოხდება. გაიმარჯოს საუკეთესო. მადლობა ყურადღებისთვის.